150 ადამიანი დაკომპლექტებული საექსპედიციო კრუიზი დაიძრა არგენტინიდან. კრუიზი ადამიანებით, რომლებიც არიან სავსე ენთუზიაზმით და მოუთმენლად ელოდებიან დაუვიწყარ თავგადასავლებს. თუმცა ეს დაუვიწყარი თავგადასავალი პირდაპირ კოშმარად გადაიქცევა, რადგან დაახლოებით 4 კვირის შემდეგ ამ კრუიზის ბორტზე 3 ადამიანი გარდაიცვალა. სამივე ადამიანი კი იყო ერთი და იგივე ვირუსით, კონკრეტულად ჰანტავირუსით ინფიცირებული. საიდან უნდა გაჩენილიყო კრუიზში ეს ვირუსი? მართლა ასეთი მომაკვდინებელია თუ არა ჰანტავირუსი? რამდენად სწრაფად ვრცელდება ის? რა ნიშნებით იწყება ეს ვირუსი და არსებობს თუ არა მართლა საფრთხე იმის, რომ ამ ვირუსმა ახალი პანდემია გამოიწვიოს. ამ ყველაფერზე დეტალურად ამ ვიდეოში გაიგებ. სანამ დეტალურად ამ შემთხვევაზე და ჰანტავირუსზე მოგიყვებით, ამ ვიდეოს წერ დღეს ორშაბათს საღამოს 11 საათზე, საკმაოდ დაღლილი ვარ და ხვალ 6 საათზე ისევ იწყება სამუშაო დღე. ამიტომ თხოვნა იქნება დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი, ამით დააფასებ ამ არხზე შექმნილი ვიდეოებისთვის გაწეულ შრომას. რა მოხდა რეალურად გემზე? ამ გემს ერქვა MS Hondiusi, რომელიც, როგორც გითხარით, არგენტინიდან დაიძრა და დაახლოებით 4 კვირაში კრუიზის დაწყებიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, თავიდანვე მიზეზშედეგობრივი კავშირი ჰანტავირუსთან არ არსებობდა. ეს თანდათან შემდეგ გამოირკვა და ისიც გაირკვა, რომ ეს ადამიანები იყვნენ ჰანტავირუსის კონკრეტული შტამით ინფიცირებულები, რომელიც ძირითადად სამხრეთ ამერიკაში, კონკრეტულად არგენტინასა და ჩილეშია გავრცელებული. ამ შტამს ქვია Andes ვირუსი და რატომ გიყვებით კონკრეტულად ამ შტამზე? მოგვიანებით ზუსტად გაიგებთ ამ ვიდეოში. სანამ დადასტურდებოდა, რომ ეს სამივე ადამიანი ჰანტავირუსით გარდაიცვალა, სამწუხაროდ ეს გემი დაახლოებით 40-მდე ადამიანმა დატოვა. ამ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტში მყოფმა ადამიანებმა ეს გემი დროზე ადრე დატოვეს, კონკრეტულად წმინდა ელენას კუნძულზე და მათ ინდივიდუალურად თავიანთი მიმართულებებით გააგრძელეს მოგზაურობა. ყველა დანარჩენი ადამიანი კი, რომელიც გემზე იმყოფებოდა და იქ დარჩა, მოექცა რა თქმა უნდა კარანტინში. ამ კვირას კი გემი უკვე კანარის კუნძულებს მიადგა და იქ გემზე მყოფი ადამიანები უმკაცრესი იზოლირების პირობებში გადმოიყვანეს ხმელეთზე და კერძო თვითმფრინავის რეისებით დააბრუნეს თავიანთ ქვეყნებში. მათ შორის იყო ისეთი ქვეყნები, როგორც არის გერმანია, ნიდერლანდები, ამერიკა და სხვა დაახლოებით 20-მდე ქვეყანა. ეს ადამიანები რა თქმა უნდა დაკვირვების ქვეშ იქნებიან ყველა ამ ქვეყანაში, ისინი კი ვინც ინფიცირებულები იყვნენ უკვე დადასტურებულად, ისინი პირდაპირ კლინიკებში გადაიყვანეს. ოფიციალურად დღეის მონაცემებით დღეს არის 11 მაისი, 8 ადამიანი დადასტურებით ინფიცირებულია ჰანტავირუსით ამ კრუიზიდან. ეს რიცხვი რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. დაავადებების კონტროლის ცენტრი, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და ესპანეთის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ეს ევაკუაცია და საერთოდ მიეცათ თუ არა გემისთვის უფლება, რომ კანარის კუნძულებზე გაჩერებულიყო. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ კაცრად კონტროლირებულ პირობებში უნდა მიეცათ ამ გემისთვის კანარის კუნძულებზე გაჩერების უფლება და იქიდან ადამიანები გადმოიყვანათ. გემზე დარჩა დაახლოებით 30 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც ეს გემი უკან ჰოლანდიაში უნდა ჩაიყვანოს, იქ მოხდება რა თქმა უნდა გამოკვლევა და გემის საბოლოო დეზინფიცირება. სანამ იმას მოგიყვებით ამ ვირუსის გავრცელების რა საფრთხეები არსებობს, უშუალოდ ამ ვირუსზე ვისაუბროთ, რა არის ეს ვირუსი და შემდეგ მარტივად გავიგებთ რა საფრთხეები არსებობს. ჰანტავირუსი დღეს არ გაჩენილა, ის დიდი ხანია უკვე მსოფლიოში არსებობს და მსოფლიოში უამრავი ვარიანტი არსებობს, მათ შორის ევროპაშიც. ამ ვირუსის მატარებლები და გამავრცელებლები არიან ძირითადად მღრღნელები, განსაკუთრებით ვირთხები. ისინი ექსკრემენტებით, ჩარდით და ნერწყვით გამოყოფენ ამ ვირუსს და შემდეგ ეს ვირუსი მტვერთან შერევის დროს აეროზოლის სახით ხდება ადამიანის ორგანიზმში, ანუ ადამიანი ჩაისუნთქავს ამ მტვერს, ამ მტვერთან ერთად არსებულ ვირუსის ნაწილაკებს და შემდეგ ინფიცირდება. ადამიანიდან ადამიანზე ამ ვირუსის გავრცელება საკმაოდ იშვიათია, თუ მაგალითად ევროპულ შტამს ავიღებთ. ევროპული ვარიანტები შედარებით უფრო უწყინარი ვარიანტები არიან ამ ვირუსის და ადამიანები ხანდახან ვერც კი ამჩნევენ, რომ ჰანტავირუსით არიან დაავადებულები. მათ აქვს ჩვეულებრივი ვირუსის სიმპტომები, როგორც არის თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, კიდურების ტკივილი, გულისრევა და ფაღარათიც კი. თუმცა გადამწყვეტი განსხვავება ის არის, რომ სამხრეთ ამერიკული ვარიანტი გაცილებით უფრო სერიოზულია ვიდრე ევროპული ვარიანტი. კონკრეტულად ეს Andes ვირუსი. ეს ვირუსი სამწუხაროდ შეიძლება ადამიანიდან ადამიანზეც კი გავრცელდეს და ბოლოს 2018 წელს დადასტურებულად ეს ვირუსი ლოკალურად არგენტინაში გავრცელდა ფართიზე, სადაც დაინფიცირებული ადამიანი მივიდა, გადასდო რამდენიმე ადამიანს და საბოლოოდ დაინფიცირებული ადამიანების ნაწილი ამ ვირუსს შეეწირა, მათ შორის ის ადამიანის, რომელმაც ეს ვირუსი გაავრცელა.
ექსპერტების შეფასებით ამ ანდეს ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების სიკვდილიანობა დაახლოებით 20-დან 40%-მდეა. თუმცა რა თქმა უნდა, უფრო დიდი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები არიან ასაკიანი ადამიანები და ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა შესუსტებულია და დაქვეითებული იმუნური სტატუსი აქვთ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ჰანტავირუსით დაავადების დროს ექიმებს შეუძლიათ მხოლოდ სიმპტომური და ასე ვთქვათ, დამხმარე თერაპია გაუწიონ ადამიანს და ორგანიზმს დაეხმარონ ვირუსთან ბრძოლაში. პირდაპირ მედიკამენტი, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ იმოქმედებს, როგორც მაგალითად ანტიბიოტიკები ბაქტერიების წინააღმდეგ, ესე არ არსებობს. აქ უკვე მივიდივართ გადამწყვეტ ნაწილზე, რომელიც გაგვაგებინებს არის თუ არა ახალი პანდემიის საშიშროება. კონკრეტულად, რამდენად სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი. მაგალითად, შედარებით კორონავირუსთან, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა ადამიანებს შორის და ერთმანეთთან ზედაპირული კონტაქტითაც, ჰანტავირუსი ამ შემთხვევაში საბედნიეროდ უფრო რთულად ვრცელდება და ადამიანებს უფრო მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი სჭირდებათ ამისთვის. არის თუ არა საბოლოოდ იმის საშიშროება, რომ ამ ვირუსმა გამოიწვიოს პანდემია. ჯანდაცვის ორგანიზაციის და უმრავლესი ექსპერტების ვარაუდით, შანსი ძალიან დაბალია, რომ ჰანტავირუსმა ისეთი ინფექცია გამოიწვიოს, როგორც მაგალითად COVID პანდემია იყო. ამ ვარაუდისთვის კი რამდენიმე ლოგიკური საფუძველი არსებობს. თუ რატომ ვერ შეიძლება გახდეს ჰანტავირუსი ახალი კორონავირუსი. პირველი არის ის, რაც ახლახანს ვახსენე, ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება გაცილებით უფრო რთულია და იშვიათი ვიდრე კორონავირუსის დროს. წარმოიდგინეთ იმ საკრუიზო გემზე, რომ კორონავირუსი ჰქონოდათ იმ 3 ადამიანს, 150 ადამიანიდან სავარაუდოდ 9 მაინც კორონავირუსით დაინფიცირდებოდა. იქნებოდა ეს მარტივი თუ რთული მიმდინარეობა. ჰანტავირუსის შემთხვევაში კი ჯერ მხოლოდ 8 ადამიანის ინფიცირება არის დადასტურებული. მეორე საფუძველი არის ის, რომ უმრავლესობა ამ კრუიზიდან დაკვირვების ქვეშ არის, თუ იმ 30-40 ადამიანს არ ჩავთვლით, რომელიც ნაადრევად გამოიყო ამ კრუიზს. თუმცა ამ ადამიანების ძიებაც დაწყებულია, მათ აუცილებლად მიაკვლევენ და მათაც დააკვირდებიან. შემდეგი ლოგიკური მიზეზი, რომ ეს ვირუსი ნაკლებად სავარაუდოა პანდემიის გამომწვევი იყოს, არის ის, რომ ეს ვირუსი უკვე დიდი ხანია სამხრეთ ამერიკაში არსებობს, ადამიანები მოგზაურობენ იქ, თუმცა ჰანტავირუსის ეს შტამი და მისი მსოფლიოში ესე მწვავედ გავრცელება ჯერჯერობით არ დადასტურებულა აქამდე. თუმცა როგორც მიხვდებოდით, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი საფრთხე და ეჭვი არიან ის ადამიანები, რომლებიც ნაადრევად გამოიყვნენ ამ კრუიზს. მათი მიგნებაც რომ მოხდეს და ისინი იზოლირებულები იყვნენ, ვისთან და რა დოზით ჰქონდათ მათ ამ პერიოდში კონტაქტი, ამის დადგენა რა თქმა უნდა ლოგიკურ საზღვრებს სცდება. ასევე შესაძლებელია რა თქმა უნდა რომ ეს ვირუსი დროთა განმავლობაში შეიცვალა, რაც მაგალითად კორონავირუსის შემთხვევაში ყველამ ჩვენ თავზე გამოვცადეთ და ახლა შესაძლოა რომ ის უფრო მარტივად ვრცელდებოდეს ადამიანებში. თუმცა ამაზე მიმანიშნებელი ჯერ არც ერთი ეჭვი არ არსებობს. შესაბამისად პანიკის საფუძველი არ არის. რა ნიშნები ახასიათებს ამ ვირუსს და როგორ მიმდინარეობს ის? თავიდანვე უნდა გითხრათ, ყოველთვის ვერ იდები ხოლმე კონკრეტული ნიშნების ჩამოთვლას ვიდეოში, რადგან ეს ადამიანის პანიკის საფუძველი არ გახდეს. ეხლა რა ნიშნებსაც ჩამოვთვლი, ესენი ზოგადი ნიშნებია, რომელიც ნებისმიერი გრიპის ვირუსი შეიძლება ახასიათებდეს და ამ ნიშნების ქონა არ ნიშნავს აუცილებლად, რომ ჰანტავირუსი გჭირთ. კონკრეტულად დასაწყისში 1-დან 8 კვირამდე ინფიცირებიდან ეს ვირუსი იწყება მაღალი ტემპერატურით, ძლიერი დაღლილობით, კუნთების ტკივილით, თავის ტკივილით, გულისრევით, ფაღარათისაც შეიძლება გამოიხატოს. გვიანი ნიშნები კი არის მაგალითად ხველა, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდზე ზეწოლის შეგრძნება, არტერიული წნევის შემცირება და ბოლოს ხდება ინტენსიური სამედიცინო ჩარევა, აუცილებელი რომ ადამიანის ჯანმრთელობა გადავარჩინოთ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ამ ნიშნების არსებობა, როგორც თქვი, ნებისმიერ ბანალურ ვირუსულ ინფექციასაც შეიძლება ახასიათებდეს. თუმცა ადამიანებს, რომელთაც აქვს მოგზაურობის ისტორია სამხრეთ ამერიკაში გასული 2 თვის განმავლობაში და ეს სიმპტომები უვითარდებათ, იქ უნდა იქნეს რა თქმა უნდა ეჭვი მიტანილი, რომ შესაძლოა ჰანტავირუსით იყოს გამოწვეული ეს სიმპტომები. სხვა შემთხვევაში გრიპის ნიშნების ქონის დროს არ არსებობს არანაირი პანიკის საფუძველი. და ბოლოს უმთავრესი ამ ვიდეოში რაც უნდა გითხრათ, წარმოუდგენლად ბევრი და ცრუ ინფორმაცია არსებობს დღესდღეობით ამ შემთხვევის გარშემო, ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში, რადგან როგორც იცით, რაც უფრო პოპულარულია თემა, უფრო მეტი fake news-ი იქნება მის გარშემო. მე თვითონაც სანამ ამ ინფორმაციას თავი მოუყარე, დავიღალე ტყუილი და მართალი ინფორმაციების ერთმანეთისგან გარჩევით და მათი წყაროების კონტროლით. ამიტომ სანამ რამეს დაიჯერებთ, რასაც ინტერნეტში ნახავთ, აუცილებლად ნახეთ რა წყაროს ეფუძნება ეს ინფორმაცია და ის წყარო გადაამოწმეთ. მეც ეხლა რომ მისმენთ, პირდაპირ არ დამიჯეროთ, ამ ინფორმაციისთვის საჭირო წყაროებს დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში, გადადით და თქვენ თვითონ ნახეთ რობერტ კოხის ინსტიტუტის და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციები. მხოლოდ მსგავსი გადამოწმებული წყაროებით შეიძლება მიიღოთ რეალური ინფორმაცია. ვიდეოს ბოლოს კი ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ინფორმაცია მიიღეთ უბრალოდ ობიექტურად და არა როგორც პანიკის წყარო. მე შევეცდები, რომ ჩემ სოციალურ გვერდებზე ახალ-ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამიტომ გამოიწერეთ ჩემი Instagram და Facebook გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით ახალი ვიდეოთი შემდეგ კვირაში.